ჭიათურაში მიდის უზარმაზარი პროტესტი. ხო იცით, ჭიათურაში დიდი პროტესტი მიდის. რა სიტყვის ეს ხალხი, რომ უბრალოდ ნორმალური სამუშაო პირობები ჰქონდეს. და ჭიათურა მართლა რა დაგიშავა ბიძინა ივანიშვილო ჭიათურამ და ჭიათურლებმა რა 284 მილიონი გამოართვა ჭიათურ მარგანუმს რა და ქართულში გადაარიცხინა ვითომ სესხით რომელსაც არასდროს არ დააბრუნებს რა თქმა უნდა რა 280 გესმით ჭიათურას რომელიც უმძიმეს დღეშია ადამიანები რა დღეში არიან 284 მილიონი წაგლიჯა პირადად ივანიშვილმა სხვამ კი არა ვინმე ამაში იყენებს ამ ყველაფერს რა და მე მინდა ჭიათურლებს უთხრა სხვა შორის აი ცოტა გადაუხვე მაგრამ მე თვითონაც იქედან ვარ რა და ვალდებული ვარ რომ ამ საკითხებს თქვა არაერთი გამოფენა გაგვიკეთებია პარლამენტში საკომიტეტო მოსხმენა შევეცადეთ მოვიყვანეთ ჭიათურ მანგანუმის მენეჯმენტი მაგრამ არაფერი არ გამოვიდა მე მინდა იმ ჭიათურლებს უთხრა ვინც იქ დგანან რა თქვენი პრობლემის თავი და თავი არის ბიძინა ივანიშვილი რომელიც ძარცვავს ჭიათურას რომელიც წილს იღებს პირდაპირ ამ მარგანეციდან რომელმაც 284 მილიონი ჯიბეში ხელი ჩაგიყოთ და წაგართვათ. აი ეს ადამიანია ამის სახელი და გვარი რა. და ის დაჯგუფება რომელიც მომჯდარია დღეს ჭიათურაში. სანამ სიმართლეს თვალს არ გაუსწორებ, თქვენ პრობლემას არ ეშველება. მე ვიცი რომ იქ იყო რა აი ოპოზიცია არ გვინდა კი ბატონო ეხა გინდა არ გინდა შენი გადასაწყვეტია, მაგრამ პრობლემის არსი რაში მდგომარეობს ხო უნდა ვინ ძარცვავს დღეს ჭიათურას? ვეკითხებით ჭიათურლებს უყველას ვინ ძარცვავს დღეს ჭიათურას ეს დაჯგუფება რომელმაც 284 მილიონი თქვენი ფული აჩუქა ივანიშვილს ოფიციალურად ეს არ დამალეს დაუმალავად რამდენი აქვს წაღებული მეორე საკითხია და ყოველ დღე დღე ძარცვავენ უმძიმეს დღეში აქვს ქალაქი რომელიც უნდა იყოს მულტიმილიარდიანი ქალაქი ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი საქართველოში არის უღარიბესი ყველაზე მეტი სოციალურად დაუცველების ყავს დღეს ჭიათურას სახლები ენგრევა ხალხს თავზე. უმძიმესი ვით პირის ამოკერვის ის გახდა რა ქვია, სიმბოლო გახდა ჭიათურას შიმშილობის გამო. და ამ ადამიანებს შეუგნები რომ სიმართლეს თვალი გაუსწორეთ ხალხო, აქ არის პრობლემა რა. გძარცვავენ, რაც არ უნდა ილაპარაკოთ სხვაზე, ვიცი იქ რაღაცა ჩემზე რაღაც ტყუილებს ავრცელებდნენ იქ ჭიათურაში, ეხლა გავავრცელე კიდეც განცხადება, არც გავიმეორებ ამ ტყუილებს. ყველა ეს ბინძური პროპაგანდა ჩვენს წინააღმდეგ არის, იმიტომ რომ თქვენ ვერ მიაღწიოთ ვერასდროს გამარჯვებას და გამარჯვებული იყოს ის მდიდარი ელიტა, რომელიც ქალაქს მოაჯდა და ის ადამიანები, ვინც ძარცვავენ ჭიათურ მანგანუმს. ზოგი გამოდის და ესო კერძო საკუთრებაო, პრობლემაო, სახელმწიფო მართავს. 7 თუ 8 წელია უკვე ჭიათურ მანგანუმს. ვინმე სხვა კი არ მართავს. რამე კერძო კომპანია კი არ არის შიგნით. დალაგებული სქემა აქვს სახელმწიფო მართველი არის შესული რომელიც ძარცვავს ამ ყველაფერს ვალზე კიდებს ინფრასტრუქტურაში არანაირი ინვესტიცია აი ხა უბრალოდ დაუკავშირებ ამას უკრაინა ამერიკას შორის რომ ძალიან სერიოზული შეთანხმება გაფორმდა ხო წიაღისეულზე ხა წარმოიდგინეთ თქვენ თანამედროვე ამერიკული სტანდარტებით რომ იმართებოდეს ჭიათურა ყველა ადამიანი იქნებოდა მინიმუმ ხელფასების სამჯეროდ ხშირ მეტი იქნებოდა ჭიათურ მანგანუმში ინფრასტრუქტურა განვითარებული იქნებოდა ყველა ზიანი ანაზღაურებული იქნებოდა რაც იქ არის იმიტომ რომ საერთაშორისო მაღალი რეპუტაციის კომპანიისთვის უმნიშვნელოვანესია სოციალური პასუხისგებლობა საგანმანათლებლო პროექტები იქნებოდა პირველი განათლების ფონდი ჭიათურ მანგანუმმა შექმნა საქართველოში ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში ხო და ნუ ახლა ისე არის კაცო ხო გერმანიაში უშვებდა ხალხს ასწავლებლად და რა თქმა უნდა კონსტანტინე გამსახურდია ამისი მაგალითი და ამის ნაცვლად დღეს ჭიათურა არის უღარიბესი გაჭირვებული ელიტა მდიდარი მანქანებს ყიდულობენ არიციან ფულის აწეღო და 284 მილიონი აჩუქეს ოფიციალურად ბიძინა ივანიშვილს სხვათა შორის მინდა თქვა საოცრებად დღეს ვიღებდი არც ვიცოდი ეს როგორ გამომეპარა თქვენ თუ იცით რამდენი აჩუქა ემა რა ქვია ტყიბულის ქვანახშირმა ბიძინა ივანიშვილს 170 მილიონი. აჩუქაც რას გულისხმობ? აი ესე როგორ ჭიათურ მანგანეციდან გადაირიცხეს 280 მილიონი. ოფიციალურად ეს კი არ დამალეს. 170 მილიონი გადაირიცხა მანამდე იმიდან რა ქვია ქვანახშირიდან. აი ეს კაცი ფილანტროპი. როგორ უყვარს თავის სამშობლო, როგორ ეხმარება ხალხს. ანუ ამ ღარიბ რაიონს 284 მილიონი ამოუღო და მეორე კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ტყიბულს 170 მილიონი ოფიციალურად გესმით? აიღო და გადმოირიცხა. ამაზე მეტი უბედურება რა უნდა იყოს, ხო? როდემდე უნდა ძარცო, კაცო, ხო აქ რაღაცა ზღვარია რა. ხო ნამუსი არსებობს და მე ჭიათურლებსაც და ტყიბულელებსაც ვეუბნები ხალხო, თვალი გავახილოთ, სად არის პრობლემა? პრობლემა აქ არის. ამას ვერ გაბედავდნენ ევროკავშირში. ევროკავშირი ამიტომ გვინდა ჩვენ.
ვერ გაბედავდა ევროკავშირში ვერავინ თუ იქ სამართლიანი სასამართლო იქნებოდა თუ პოლიცია ხალხის ცემით კი არ იქნებოდა დაკავებული კორუფციული სქემების გამოვლენით იქნებოდა დაკავებული თუ ანტიკორუფციული ბიურო მართლა ანტიკორუფციით იქნებოდა დაკავებული და არა მის რა ქვია მედიის და მის რა სამოქალაქო სექტორის და ოპოზიციის დევნით აი ეს არის ევროპა რატო გვინდა ჩვენ სულ ცხოვრობდეთ ქვეყანაში როგორ შეიძლება ჭიათურა იყოს ღარიბი ტყიბული იყოს ღარიბი ბოლნიში ბიჭო ეს ოქროს საბადოა ბოლოს ოქროა ხო ის თუ შავი ოქროა ჭიათურაში ეძახე ეს ნაღდი ოქროა და აბა ჩავიდეთ ეხა ეთყობა რა მე ამ რეგიონს სად მიდის ეს ფული კითხვა დავსვათ აი ევროპაში ესეთი რამე არ ხდება ამიტომ მინდა ევროკავშირის წევრი იყოს საქართველო არ ხდება ისე რომ სახლი ენგრეოდეს სოფელში მაცხოვრებელს როგორც ეს ხდება ითხვიში მაგალითად ეხლა რო ჩავიდე როგორც ეს ხდება შუქრუთში მაგალითად ეხლა რო ჩავიდეთ ხო არ ხდება არც ერთ ევროპულ ვინმე აპატიებს რომელიმე ხელისუფალს რომ ასე ძარცვავდნენ რაიონს ასე ინგრეოდეს სახლები ენგრეოდეს ხალხს თავზე და არავის არ აინტერესებდეს ეს არაფერში ეს ხო უსამართლობაა ხალხო იმ უსამართლობას რუსთავაზე რასაც ვებძვით მაგ უსამართლობასაც რომ მაშინ რა ქვია ითხვიში ერთხელ ჩაინგრა ორჯერ ჩაინგრა და მიდის აი რო ჩახვიდეთ ნინო როგორ არის იცით აი ესე გრძელდება და ინგრევა კაცი შვილი პატრონი არ არის ამოიკერავს მე ადამიანი პირს მე იქ ვიღაცა მივა რაღაცას მოატყვება რა ერთი თვის წინ მოატყვეს ჭიათურლები უთხრეს რომ აღდგება მუშაობა